ჩემი შემდეგი სტუმარია გორის ქალთა კაპელის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა. როგორ ხარ? მშვენივრად. გილოცავ 8 მარტს. დიდი მადლობა. მრავალს დაესწარი. თქვენს გილოცავთ არ გამოდის, ხო? დანარჩენი გუნდის წევრებსაც გულოცავ, რომლებიც ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდებიან. სხვა გზა არ ექნებათ. მე თვალყურს გადევნებთ. ძალიან წარმატებულები ხართ და მინდა კიდევ უფრო დიდი წარმატებები გისურვო. ვეცდებით, მადლობა. წინა გადაცემაში მე მყავდა 11 წლის გორელი ბიჭი, ბიზნესმენი. ასევე მყავდა ოთო ნემსაძე. ასევე გორელი, ხო და ახლა თქვენ მყავხართ გორის ქალთა კაპელადა. რატო გაწვალებთ, მე ხო არ გადმოვიდე გორში. ჩვენიერი აზრია. ევროტურში იყავით ქეთი მეგობართან ერთად. მეორედ. რამდენ ქვეყანაში იყავით? ეხლა ვიყავით 12 ქვეყანაში, 37 ქალაქში, შესაბამისად 37 კონცერტით. 37 კონცერტი გქონდათ. კი ბატონო. 25 ადამიანი იყავით წასული. და რამე ერთი ისტორია ხო არ გექნება? რა კარგად იცით ყველაფერი. ერთი ისტორია კი არა, 37 ისტორია. აი, დავიწყოთ პირველით. ბევრი ისტორია, რომელი გაინტერესებთ მაინც, რას უნდა ეხებოდეს? რა ვიცი, აი ხა გუნდის წევრებში ქალები ხართ სულ ყველა, როგორ არ იქნება ახლა რამე ისეთი ან სიყვარულის ისტორია, ან ეგეც გაიგეთ ესე იგი, ხო? რაღაცა ისეთი კითხვა არის. ხო, არ იყო რამე. არა, მე უბრალოდ ახლა ლოგიკას მივყვები. და მგონია რა მითხარი რა არის ეგეთი? ხო, ესე იგი მარტო კი არ საქმეზე კი არ მივდივართ, ასე ვთქვათ. ვაოჯახებ კიდევაც ოჯახი იმის წევრებს. ვაოჯახე? კი, პირდაპირ ესე ბრიტანეთში, სადაც შემდეგ ტურზეც კიდევ ვიფიქრებ, რომ დავტოვო იქ. ანუ ერთი გოგო კაპელიდან გაათხოვე დაოჯახე ბრიტანეთში. კი ბატონო. ეხლაც იქ არის. ჩამოვიდა, წავიდა, ცოტა არეული იყო რა. იქ არის. ხო, კარგახანი აქ ცხოვრობდა, ეხლა კი არა და სულ აქ ცხოვრობდა, მე წავიდა იქ, ესე მე ჩამოვიდა, მე წავიდა და ცოტა დაბნეული არის და ეხლა ვიცი რომ იქ არის. ეხლა იქ არის. იმედი მაქვს რომ დაბინავდება საბოლოოდ იქ. ესე იგი რო თხოვდებიან მიდიან ხოლმე კაპელაში. ხო, აი თუ ესე კილომეტრების დაშორებით იქნებიან, რა თქმა უნდა, იქიდან ვერ ივლიან რეპეტიციაზე. ანუ გამოდის რა, მიდიან რა შენ უშვებ. ხო, ვერ მოვლენ, ესე იგი წადი. ხო, აბა რეპეტიციაზე. ვერ მოვლენ, უნდა წავიდნენ, რა თქმა უნდა. მე ვიცი რომ აბა ჩვენ ხო არ მივალთ. ვერ მიხვალთ 25 კაცი გორიდან ბრიტანეთში. მოდი აბა რეპეტიცია გვაქვს ახლა. სამზარეული. ხო, ლოგიკურია. ერთ-ერთ ძალიან ესეთ პოპულარულ გადაცემაში იყავით სტუმრად ბრიტანეთში ესეც. ხო? ვისთან იყავით? ნორტონის შოუს გულისხმობ. კი. მოდი ვნახოთ ეს ვიდეო ნორტონთან რომ იყავით სტუმრად. შუაში რატო გაწყვეტეთ? ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას, ხო. მაგარია ეს ამბავი, ხო რა, ძალიან მაგარი ამბავია და ამის მერე კიდევ იყავით სადმე იუმორისტულ შოუში? იქ არა. თქვენთან ვარ ახლა. იმის მერე პირველად ხართ ახლა ასეთ ფორმატის შოუში ჩემთან სტუმრად. უფრო კარგად გზნობ თავს მინდა გითხრა. ხო. აი ხედავთ, ესე იგი ჯერ ნორტონთან იყავით. ჯერ იქ მერე ჩემთან. რა თქმა უნდა. ხო. წინ მიდი. უკეთესი ავირჩიე. მოდი შიდა სამზარეულოში ჩავიხედოთ. ვიცი რომ სულ ხართ რეპეტიციებში. რეპეტიციოთ და
რანაირად ასწრებს ეს ამდენი ქალი ჭორაობას ძალიან მიკვირს. ვერც იოცნებებენ. ვერ იოცნებებენ? ვერა. მაგრამ მე მაქვს ჩემეული ვერსია, იცი? მე რო დავფიქრდი, შეიძლება ჭორაობაც მოასწრო, აი ესე რა. გაიგე გოგონა რა 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 მოხდა თურმე აბარა რა ესე ძალიან საინტერესო რეპეტიციები გაქვთ. ხო და მოდი მე კი ვიცი. არაერთხელ დავსწრები ვარ თქვენ რეპეტიციებს. ჩვენს საერთო რეპეტიციებსაც ამაზე მე მოგვიანებით ვილაპარაკებ, მაგრამ მოდი მაყურებელსაც ვანახოთ თუ როგორი საინტერესო რეპეტიციები გაქვთ. დასვი? იმიტომ ვივარჯიშეთ, რომ მე ზარმაცი ბგერები გქონდეს? ისევ ჩაგდებულია. აუ ვიღაცა ჭიკჭიკებს ძალიან რა. სუსტი თანხმოვნები ისმის რა. ჩავლება ის კი არ არის. მა და ქვემოთ ჩავარდეს ბგერა. მა რატო ეს ქართული მაინც გორი როს ჯერ მაგით ვიწყებ. მეც მაქვს დასაწყისისთვის ჯობია, მე მოყვებიან კარგად გორში. ქართული ასე ვთქვათ სისხლი მეც მაქვს და ეს რომ ასწავლო ეს მა მეც მე კი ვიცი, მაგრამ აი შენებურ მა აი ეგ რა არის? რომელი ნოტი გინდა? ნოტი რომელი ნებისმიერი გამოუშვა. აი, ჩავბეროთ? ჩავბეროთ რა. თუ ჩასაბერია ეგ მრგვალი რაღაცა? კი. ყოფილა. მოდი მე შენ მოგცემ ლას. ლაზე ვგიშდები. აბა თქვი? რატომ წვალობ? ზემოთ რატომ ხო, წვალობ? აი ზუსტად მინდოდა რომ დამესვა და აბა ვნახოთ როგორ დასვა. როგორო? მა. არა, აქეთ ყურში ისამა ყური რა და აქედან მოგისმენ. მა. ხო, ეხლა ცუდი იყო, გონია კარგი იყო? აცეთი შეგჯო. ხო, ვიშლის ხელს რა, გადავსვავ იმას ახლა. ხო, ის გაიმეორებს და ცუდი რამე დაიმართება. კარგი. მე ძალიან მომწონს თქვენი ერთი სიმღერა. რომელი? აი ეს ვიდეოც ვნახოთ. აი ეს ქალბატონი მომწონს განსაკუთრებით. აქ არის დღეს? არა. გათხოვდა? მე მინდა გთხოვო, რომ ეს სიმღერა ჩვენთან აქ რო შევასრულოთ. შესაძლებელი იქნება? ზუსტად მაგას ვაპირებ. რას ლაპარაკობ? სასწაული არ არის? კარგი. გთხოვ გორის ქალთა კაპელას, რომ ეს სიმღერა აქ შევასრულოთ.
ეხლა ტრადიცია რო არ დავარღვიოთ. ტრადიციული ფოტო უნდა გადავიღოთ ყველამ ერთად. ძაღლებთან და ლომებთან? ვნახოთ რა იქნება. არ ვიცი. ფოტო! პინგვინები. ბირმინგემის პინგვინები არიან. კარგი, აბა, როგორ დავდგეთ ახლა ჩვენ? ეონა, მე ვიცი რომელიც ახლა. დადგომა. იქით ესე მე იქით ვდგევა? კი. და მე იქით მარჯვნიდან მესამე თუ მე ვარ. და იმას ჩემნაირი შარვალი რო არაცვია. არც იმას არაცვია ჩემნაირად, მაგრამ. მივიღოთ ყველამ პინგვინის პოზები. სახეზე როგორ? 3 2 1 ძალიან დიდი მადლობა. ჩემი სტუმრები იყვნენ გორის ქალთა კაპელა და მისი ხელმძღვანელი თეონა ცირამუა. ჩემი გადაცემა დასრულებულია. ისე კარგად მოვერგე გორის ქალთა კაპელას. თუ არ წამიყვანეს ტურნეში, მაშინ მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობ.